მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი წყობილ სიტყვა. მე ვარ მისი წამყვანი ბესიკ მაშავა. ჩვენ მაუწყებლობთ ქალაქი ფოთიდან. ეს კი არის ჩემი YouTube არხი, წყობილ სიტყვა. აუცილებლად გამოგვიწერეთ, დაგკომენტარეთ. ხოლო თუ კი მოგწონთ ჩვენი პოდკასტის შინაარსი, აუცილებლად დაგვიჭირეთ მხარი, დონაციის შესახებ ინფორმაციას ხილავთ აღწერაში და რა თქმა უნდა, თქვენი გვერდით გომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ახლა კი ნება მიბოძე წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი. თამარ კაჭარავა, ფსიქოლოგი, ტრანსფორმაციული კოუჩი და ტრეინერი. მოგესალმებით თამარ, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და მადლობა რომ გამონახე დრო ჩვენთან ყოფნისთვის პირველ რიგში. მოგესალმებით, მადლობა პირიქით დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. მოკლედ ჩვენ საინტერესო თემას უნდა შევეხოთ, ეს არის სოციალური მედია და მისი ზეგავლენა ადამიანების ფსიქოლოგიაზე და ზოგადად სოციალური მედია და ფსიქოლოგიის ურთიერთმიმართება, ხო, რატომ დგას დღეს წესრიგში ამ ორი განზომილების ასე კრიტიკული განხილვის აუცილებლობა, ხო, ეს ერთი მხრივ თითქოს ზედაპირული საკითხია, მაგრამ მეორე მხრივ ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი საკითხი იმდენად რამდენადაც ადამიანებს ეხება და ადამიანების მოკლედ ფსიქოლოგიურ მოწყობას, მათ ბედნიერებას ეხება, ხო, იმიტომ რომ ნეგატიური ზეგავლენები ასეა თუ ისეა ადამიანების ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის. ამიტომ ეგ მნიშვნელოვანი საკითხია და აქტუალური საკითხია და მუდმივად ასე იქნება, სანამ სოციალურ ქსელებთან გვექნება ჩვენ საქმე. ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენ დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება ამ კუთხით და ჩემ პირველი კითხვაც ესეთი, ანუ ეს სოციალური ქსელების გავლენის შესახებ საუბარი რატომ დადგა დღის წესრიგში დღეს? მოგახსენებ, დადგა იმიტომ, რომ ძალიან აქტუალურად გამოიყენება უკვე სოციალური ქსელები და ეს აღარ არის ესე თქვათ კომუნიკაციის საშუალება, რაც თავიდან იყო. ის გახდა უკვე, ასე ვთქვათ, ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების წესი. სოციალური ქსელის გარეშე თითქმის მე არ მეგულება ადამიანი ჩემს ახლობლოში, ჩემს გარემოცვაში, რომ არ ქონდეს სოციალური ქსელი და არ იყენებდეს. მათ შორის მოზარდები, რაც კიდევ ცალკე პოდკასტის თემა არის და მე ალბათ რაღაც დროს მოზარდებზე ცალკე კიდევ გავაკეთოთ, თუ იქნება ამ საშუალება და სურვილი. რაღაც შენიშვნების სახით შეიძლება თქვა რაღაც კი. სახით წარმოვადგინოთ. კი, შევეხები. კი ბატონო, აუცილებლად შევეხები, რადგან განსაკუთრებით საფრთხე არის მანდ კი მოზარდებში სოციალური ქსელის გამოყენების კუთხით. როგორც ვახსენებთანაც ესეთი აქტუალური პრობლემაა მაგ, ხო, ეს არა მარტო რა თქმა უნდა. დიახ, რა თქმა უნდა, სრულწლოვანებთანაც ჩვენთვისაც. აი ნახეთ, მაგალითად, როდესაც ადამიანი იღვიძებს დილით, პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის თვალები სანამ გახელილი კარგად არ გვაქვს, ვეძებთ ტელეფონს. ხო, უმეტესწილად ასე არის ხოლმე. და რა ხდება, ვიღებთ ტელეფონს, ვსკროლავთ, რაღაც ვნახეთ ერთი ვიდეო გაგვიხარდა, გაგვეღიმა, მერე მეორე ვნახეთ მაგალითად პოლიტიკური ვიდეო, რაღაც მძაფრი და რაღაც ნეგატიური განწყობები დაგვეუფლა. რამდენიმე წუთში უკვე რაღაცაზე გაუბრაზდით, რაღაცა უარყავით და რა ხდება ამ დროს? დილიდანვე უკვე დავპროგრამდით იმაზე, შეგვექმნა განწყობა, ბუნება განწყობა და მთელი დღე მერე ეს ბუნება განწყობილება მიყვება ხოლმე. ნახეთ, ეხლა რა არის, რა კითხვა ისმის ამ დროს, ის განწყობა და ის აზრები და შეხედულებები, რაც გაგვიჩნდა დილიდან, ნამდვილად ჩვენია, ნამდვილად გვინდოდა, რომ ასე ყოფილიყო, თუ გამოიწვია აი ამ სოციალურმა ქსელმა, მოკლე ვიდეოებმა და ზოგადად განწყობებმა, რაც ანუ პირველივე მიღებული ინფორმაციამ შესაძლოა განსაზღვროს ჩვენი მთელი დღის წესრიგი, ხო? დიახ, მთელი დღის განწყობა. როგორ განწყობაზე ვიქნებით, როგორ ვიმოქმედებთ, ის საქმე, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, რა განწყობით, რა мотивაციით შევასრულებთ, ამას განაპირობებს, რა თქმა უნდა, დილას როგორ ვიწყებთ ის. სანამ გადავალთ უშუალოდ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური ქსელი ადამიანების განწყობაზე, მათ მოქმედებაზე, ქცევაზე და ასე შემდეგ, პირველ რიგში მინდა რომ ვისაუბრო, რატომ ვართ აი ასე დამოკიდებული სოციალურ ქსელებზე, რატომ მოგწონს სკროლვა, ასე ვთქვათ, და რატომ გვიზიდავს ასე ძალიან ეს სოციალური ქსელი. ამას განაპირობებს ნეირომედიატორი, ან ჰორმონი, რომელსაც ქვია დოფამინი, რადგან ვიცით ყველა, ეს არის
ბედნიერების, სიამოვნების ჰორმონი, მაგრამ არა მხოლოდ სიამოვნების, არამედ სიამოვნების მოლოდინის. ანუ რომ შევდივართ ენთუზიაზმ, მოტივაციით და ველოდებით ლაიქს, კომენტარს, იქ რაღაც მესიჯს თუნდაც მოწერილს, ხო? აი ეს მოლოდინიც არის ამასაც პასუხისმგებელია დოფამინი და ეს არის სიამოვნების განცდა, რომელსაც ჩვენი ტვინი ითხოვს. კვლევები რაც ჩატარდა ბოლო პერიოდებში, სხვათა შორის ძალიან ბევრი კვლევა არის ჩატარებული და ადარებენ თამაშს, აზარტულ თამაშს გულისხმობ და ასევე ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების ქცევას, ამ სოციალურ ქსელზე დამოკიდებულებას. ნახეთ, როდესაც ადამიანი ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანისთვის ალკოჰოლი ხდება რაღაც მოტივატორი, სიამოვნების წყარო, ზუსტად იგივე ჰორმონალური ცვლილებები, ბიოლოგიური პროცესები ხდება თავის ტვინში და ზუსტად ისე არის აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებების შემთხვევაში. ანუ ჩემთვის ადამიანი თუ ეტყვის, რომ სოციალურ ქსელს მარტო ვიყენებ რაღაცა მოკლე კომუნიკაციებისთვის, ხშირ შემთხვევაში მეღიმება ხოლმე, იმიტომ რომ ეს იგივეა, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულმა თქვას, რომ მოწრუპავ, ან რა ვიცი, ბოთლის თავსახურს დავკნოსავ, ან თამაშ დამოკიდებულმა თქვას, რომ აი 10 ლარს დავდებ და მორჩა. ეხლა ნახეთ, რატომ არის ეს დამოკიდებულება ასეთი ძლიერი? ადამიანების ტვინი მიდრეკილია სიმარტივისკენ, ყველაფრის მარტივად მიღებისკენ, სიზარმაცისკენ, მარტივად სიამოვნების მიღებისკენ და ამას რომ გვაძლევს ეს სოციალური ქსელი, მოკლედ ხდება ისე, რომ ჩვენთვის გაუცნობიერებლად, მაგრამ ხდებით სოციალურ ქსელზე დამოკიდებული. ანუ რეალურად ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა სიამოვნებისკენ მიდრეკილება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, შენ როგორც თქვი ახლა თამაში და უშუალოდ ალკოჰოლიზმი და ბევრი სხვა ჩანაცვლებული სიამოვნების წყაროა ჩვენთვის, ხო? ამ შემთხვევაში სოციალური ქსელიც ანაცვლებს ჩვენს მიდრეკილებას სიამოვნებისკენ, რა. რაც რეალურად ალბათ ნატურალური სამყაროდან უფრო უნდა მივიღოთ, ხო? აქტიური ცხოვრებით, რაღაც ჯანსაღი ცხოვრების წესი და ასე შემდეგ. ვიდრე ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, რაც შენ თქვი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით. აქ დამოკიდებულია კიდე რა კონტენტს უყურებს ადამიანი, რა არის მისი ინტერესის წყარო, საიდან იღებს ინფორმაციას. ნახეთ მე ალგორითმი როგორ არის მოწყობილი სოციალური ქსელის, რა ტიპის ვიდეოებსაც უყურებ, იმ ტიპის ვიდეოებს გიგდებს ხშირად. ბარემ აქვე შევეხებ, ცოტა მოგვიანებით მინდოდა ამაზე მისაუბრა, მაგრამ ნახეთ როგორ ხდება ბარემ პროპაგანდის თემაც რო განვიხილოთ აქვე. როდესაც ადამიანი უყურებს რაღაც გარკვეული ტიპის ვიდეოებს, ანუ კონტენტს გარკვეული ტიპის, ზუსტად იგივე მეორდება და მსგავს ვიდეოებს გვთავაზობს ხოლმე სოციალური ქსელი. შესაბამისად რა ხდება, როდესაც ერთი და იგივე შინაარსის მსგავს ვიდეოებს ბევრჯერ ვნახავთ, რაც არ უნდა ტყუილი და ილუზია და შეთხსული ამბავი იყოს, ამას ჩვენი გონება იჯერებს. და რა ხდება მე, აი გაიწევს თუნდაც ადამიანების პოლარიზებას. ერთი კატეგორია ადამიანებისა უყურებს პირობითად სამთავრობო პროპაგანდისტულ არხს და მსგავს ვიდეოებს, მეორე ნაწილი უყურებს ოპოზიციური კონტენტის ვიდეოებს და მათ შორის, რაც არ უნდა ისინი ერთმანეთთან იყვნენ ახლონათესაურ კავშირში, თუნდაც ან მეგობრულ კავშირში, მათ შორის ხდება დაპირისპირება, ანუ პოლარიზება. ამას იწვევს იდეოლოგიური ბრძოლა პრაქტიკულად. სახეზეა საზოგადოებაშიც, ხო? და ამას ხო აქვს რაღაც ხარისხები, ანუ დამოკიდებულების ხარისხები ხო, ანუ ამ ადიქციის დამოკიდებულების ხარისხები ხო, მაგალითად როგორც ალკოჰოლიზმშია, ან როგორც თამაშია, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას ხარისხები აქვს თუ თავითვე? აი ასე ჯერჯერობით დადგენილი ხარისხობრივად და დაყოფილი არ არის. ამ ეტაპზე. ნუ ხარისხი ხა ისე თუ განსაზღვრავთ ჩვენ, რომ აი ნაკლებად დამოკიდებული ან რა ვიცი, საშუალო დრო რამდენი შეიძლება იყოს, ან ნორმალურ ადამიანმა გაატაროს სოციალურ ქსელთან დღის განმავლობაში დაუშვათ, რომ დამოკიდებული არ ვიყო და არ დამაზიანოს ამან. ხო, გეტყვით მაგასაც. ნახე როგორ არის, აქ საუბარი არ არის მაგალითად რაღაც ლიმიტის დაწესებაზე, რეგლამენტის დაწესებაზე, ან რა დროის შეზღუდვა და აკრძალვაზე, არამედ აქ საუბარია ცოცხალი ურთიერთობებით ჩანაცვლებაზე. თუ ჩვენ ჩავანაცვლებთ დღის განმავლობაში გვექნება ცოცხალ ადამიანთან ცოცხალი კომუნიკაცია დიდი დოზით,
ავტომატურად ჩანაცვლდება ეს სოციალურ ქსელზე დამოკიდებულებები. თორემ ხა რაღაც სპეციალურ დადგენილება რო ეს ამდენი საათი უნდა იყო და გაატაროს ქსელში და ამდენი არა, ესეთი რაღაც არ არსებობს. ნუ რაც ნაკლებს გავატარებთ, მით უფრო უკეთესია. თუმცა არის რიგი ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ მე ვუყურებ რაღაც შემეცნებით ვიდეოებს, ვსწავლობ ბევრ რაღაცას, რაღაც თუნდაც აი პოდკასტებს, საინტერესო ვიქტორინებს, ქვიზებს ვაკეთებ და ასე შემდეგ, მაგრამ რომ მივიხედოთ საახლობლოში ბევრია ასეთი ადამიანი, მე არ მეგულება ბევრი. თუნდაც აი სამწუხაროდ არ არის. აი ნახოთ ეხლა თუნდაც შენს პოდკასტებს მე გადავავლე თვალი და ვნახე, რამდენი კომენტარი აქვს, რამდენი ლაიქი აქვს, დაახლოებით ვამბობ. ასევე სხვა შემეცნებითი შინაარსის პოდკასტები იქნება ეს თუ რაღაც ვიდეო ჩანაწერები და ინტერვიუები, აქვს ძალიან ცოტა აქტიურობა და ისეთი შინაარსის ვიდეოებს, რომელიც მაგალითად არის რაღაც ან ემოციური, ანუ ემოციურზე არის ხოლმე ხშირად კი ზუსტად დამოკიდებულია რამდენად ემოციურია ვიდეო, ანუ ადამიანებს იზიდავს ემოცია, ხო? ეს რაღაც ჭუბია, დაპირისპირება, ვიღაცას რაღაცა შეეშალა და ასეთი კონტენტის და შინაარსის ვიდეოებს გაცილებით მეტი ნახვა და ლაიქი აქვს, ვიდრე რაც ზემოთ ვახსენე, ხო? აი ეს არის ნეგატივი იზიდავს თითქოს ადამიანს თუ ამით იკმაყოფილებენ რაღაც შინაგანს ნუ ეს არის დადგენილი ჯერჯერობით და გამოკვლეული კიდევ არ არის, მაგრამ ემოციებს რო იზიდავს ჩვენი ტვინი, ეს უკვე ფაქტია. ემოციები რო იზიდავს ბოდიში ჩვენს გონებას, ეს უკვე რა თქმა უნდა ცხადია ცალსახად. თამარი, ერთ შეგეკითხები, ბარემ ეს საკითხი რო ამოვწროთ, ანუ სოციალური ქსელების მოხმარებას მაინც ასეა თუ ისეა ორი პერსპექტივა აქვს, ხო? მაინც პოზიტიური და ნეგატიური, ხო? როგორც ყველაფერს, ხო? ანუ არ შეიძლება რაღაცა ინსტრუმენტი აიღო ხელში და იმთავითო ის ცუდი იყოს, როგორც ინსტრუმენტი, ანუ მაინც მისი მოხმარების პერსპექტივა და მის მოხმარების წესების დაცვა მნიშვნელოვანია, ხო? და სოციალური ქსელები სხვა არაფერი არა, თუ არა ინსტრუმენტი. ამ შემთხვევაში აქაც შეიძლება ხომ მთლიანად ვერ გამორიცხავ 21 საუკუნეში სოციალურ ქსელებს სოციალური ცხოვრებიდან. შესაბამისად, მაინც ალბათ ხო, საფიქრებელია და თუ არსებობს ესეთი კრიტერიუმები, ხო, როდიდან ხდება სოციალური ქსელი უკვე მავნებელი ადამიანისთვის, ხო, ანუ როდის ახდენს ის ზეგავლენას მის ფსიქოლოგიაზე. ანუ ის იმთავითო ხო ცუდი არ არის, ან იმთავითო ხო კარგი არ არის, დამოკიდებული იმაზე, როგორ მოვიხმარ ჩვენ ამ სოციალურ მედიას. როდიდან ალბათ ასაკს მეკითხებით, რა ასაკიდან? დაუშვათ იყოს ხო არა ასაკის გარდა რას გეკითხებით იცი ანუ მანდაც შეიძლება ეს განვიხილოთ მაგრამ გეკითხებით აი რა მოხმარების რა ხშირიდან შეიძლება დავასკვნათ რომ ჩვენ უკვე შევდივართ რაღაც პათოლოგიურ მოხმარებაში ამა თუ იმ სოციალური ქსელის ნახეთ როდესაც ადამიანი იღებს ფოტოს რაღაც განსაკუთრებულ ღონისძიებაზე ან დასასვენებლად არის ან სხვადასხვა რა ვიცი რაღაც სუფრაზეა და იღებს ფოტოს ან ახლობლებთან ერთად არის და ტვირთავს ამ ფოტოს უბრალოდ სამახსოვროდ ან იმისთვის რომ ახლობლებს დაანახოს რომ ის არის მეგობრებთან ერთად კარგ სიტუაციაში ეს ნორმაა მაგრამ ის როცა ადამიანი იღებს ფოტოს არარსებულ მანქანას, ხვის მანქანასთან პირობითად, რაღაც სხვა გვერდიდან აღებულ ფოტოებს ტვირთავს, იმისთვის რომ მან მიიღოს ეს ლაიქები, კომენტარები, ხალხი დაინტერესდეს, ვიღაცას რაღაც დაანახოს, ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოს. აი ამ შემთხვევაში უკვე ეს არის დარღვევა და გადამეტება. სოციალური ქსელის გამოყენება. ხო, რაღაცნაირად, ხო, უნდა მიხვდე, როდის გაქვს პრობლემა ამ კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენების დროს, ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ანუ შენ თვითონ მიხვდე, ან შენ მიხვდე შემდგომში რა მდგომარეობაში შენი შვილი, ხო, დაუშვათ თუ კი ის შენი ყურადღების ცენტრში ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვი, იმიტომ რომ რეალურად სოციალურ ქსელებში მე რასაც ვაკვირდები ახლა ერთგვარი შეჯიბრი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ვინ როგორ უკეთესად გამოაჩენს საკუთარ თავს, ანუ რაღაც საკუთარ კარიერას ან ნებისმიერ მიღწევას და ამ კუთხით
ამ ჭყალებში თქვათ ხო კონკურენციამ და შეჯიბრებითობამ რაღაცა პათოლოგიურ განზომილებაში გადაიყვანა უკვე სოციალური ქსელები არა? დიახ. ნახეთ ეხლა რაც ახსენეთ, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია თვით შეფასებასთან. ანუ ადამიანები მიდრეკილი ვართ ჩვენ იქეთკენ, რომ ყოველთვის ვიღაცას ვადარებთ თავს. ანუ სხვებთან შედარებით გვიყალიბდება თვით შეფასება და წარმოდგენები საკუთარ თავზე, ხო? როდესაც ხედავს ადამიანი, როცა ვიღაც თავისი ნაცნობი არის ლამაზად გამოწყობილი, რა ვიცი, რაღაც ფიგურა იდეა აქვს და თვითონ არ თვლის მასზე უკეთესად თავს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს თვით შეფასებას პირდაპირ უქვეითებს. ანუ ამ კუთხითაც საზიანოა. მაგრამ როგორც ახსენეთ, ბევრს ქონი ეს სხეულის ნეგატიური აღქმა, მაგალითად სოციალური ქსელების ფონზე, როცა სხვა ასე უნივერსალურად გამიგონა, მაგრამ ეს ხო სოციალური ქსელების ინსტრუმენტებია, დაუშვათ ხო ინსტაგრამი, ხო ინსტაგრამში შეიძლება შენ თავი რაღაცნაირად ტოპ ფიგურად წარმოადგინო და უნაკლოდ, ხო, ანუ უზადოდ წარმოადგინო შენ თავი და ამ პროცესში ადამიანი კარგავს საკუთარ თავს. მithumetas ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ეს ატვირთვა და დამუშავება ფოტოების არ გვიჭირს. ხო და თვითონ ფასების ნაწილში შეიძლება გავშალოთ რა ეს საკითხი ან თვით. კი ბატონო, კი, მნიშვნელოვნად აქვეითებს თვით შეფასებას. ნუ მოზარდები უფრო მოწყვლადი ჯგუფია ამ შემთხვევაში, მაგრამ არა მარტო მოზარდები. არა, ეს პათოლოგიური მომენტია, ხო, პათოლოგიური მომენტია და ეს პათოლოგია სინამდვილეში არა მარტო მოზარდებთან, ჩვენ დასრულებთანაც ხდება და არა ნაკლები სიხშირით, ძალიან ესეთი მომეტებული სიხშირით, როცა რეალურად რაღაც მისთვისაც შემაწუხებელი ფორმები აქვს, თუმცა ამას ვერ გზნობს, ხო? ჯერჯერობით, მაგრამ როცა იგრძნობს უკვე მე ვფიქრობ ეს შესაძლოა დაგვიანებულიც იყოს, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს უკვე პირდაპირ რაღაც ფსიქოლოგიურ შემთხვევასთან ხო საქმე, დაზიანებულ ფსიქოლოგიასთან, რაღაც შფოთვების, დეპრესიის და სხვა ესეთი გამოვლინების სახით, ან უძილობის სახით და ასე შემდეგ. რა ნიშნები სხვათა შორის ამ დამოკიდებულებას ახასიათებს? დიახ, რა თქმა უნდა, კი, დეპრესიის საფუძველი შეიძლება გახდეს სოციალური ჩაკეტილობის საშიშროება შეიძლება დადგეს, ანუ სოციალური შფოთვა, რაც მოზარდებშიც ძალიან ხშირია და დასრულებშიც. რომ იზოლირდებიან და არ უნდათ სოციუმთან ურთიერთობა, იმიტომ რომ უკვე კომპლექსები ჩამოუყალიბდათ სხვასთან შედარების ფონზე. ეს რაც შეეხება თვით შეფასებას, თუმცა მარტო ეგეც არ არის. ეხლა ნახეთ კიდე რა მინდოდა მე თქვა, როგორც ახსენეთ, ბესო, აი დანა, როგორც შეიძლება გამოვიყენოთ პურის დასაჭრელადაც და ადამიანის დასაზიანებლად და სწორედ ასე არის ყველაფერი ამ სამყაროში და მათ შორის სოციალური ქსელების გამონაკლისი ვერ იქნება. რამდენად სწორად გამოვიყენებთ, იმაზეა დამოკიდებული სარგებელს მოგვიტანს თუ ზიანს. თუმცა აი ეს სოციალური ქსელის, უბრალოდ ციფრული ჰიგიენა არსებობს ასეთი ტერმინი ფსიქოლოგიაში, ესე ცალკე საუბრის თემა არის, მაგრამ აქვე მოკლედ ვიტყვი, რომ არსებობს ციფრული ჰიგიენა, რომელიც მოიცავს ასევე უსაფრთხოების ნორმების დაცვას იმ კუთხითაც, რამდენად სწორ ინფორმაციას გვაწვდის ესა თუ ის არხი, თქვათ, ან გვერდი, ხო, fact checking-ი გეცოდინება, ყველა ვიცით ეს. კი, გადამოწმება ფაქტების, რომ არ გავხდეთ ვიღაცის პროპაგანდის, ვიღაცის ტყუილის მსხვერპლი. სოციალური ქსელების ფუნქცია დღეს არის ის, რომ შეისწავლოს ადამიანის ქცევა და ამ ქცევის საფუძველზე გვმართოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი მნიშვნელობით. ანუ, ნახეთ, კითხვა ისმის როგორ, ჩვენ ვმართავთ ამ სოციალურ ქსელს თუ სოციალური გვმართავს ჩვენ. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩვენ ვმართავთ სოციალურ ქსელს, ნუ ჩავთვლით რა, მე არ მგონია ეხლა რომ ვართავდეთ ისე სულფასოვნად და ჩვენ ანუ ესე ვიცავდეთ ციფრულ ჰიგიენას, როგორც საჭიროა, ხო? ანუ რა თქმა უნდა, მან კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებლების უმრავლესობა 80% პრაქტიკულად ზიანდება.
იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვფლობთ ამ ინსტრუმენტის მართვის ხელოვნებას. ხო, ესე პროცენტობით ეხა მაინც და მაინც დადგენილი არ არის ზუსტად პროცენტობა, თუმცა კი, დიდწილად ეს არის ზიანის მომტანი ვიდრე სარგებლის. და აი ეს დაცვა ამ სოციალური ქსელებისგან ციფრული ჰიგიენის იქნება ის თუ უსაფრთხოების თუ ფაქტების გადამოწმების არის ძალიან რთული. ხო, სხვათა შორის ეს გახეთქვი საინტერესო საკითხი შეეხე, ანუ ეგ დაზიანების მომენტი თავისთავად შეიცავს ბულინგის თემასაც და ამ ბულინგის ბადეში ეხება როგორც მოზარდი, ისე სრულწლოვანიც და ესე იგი ისეთი ადამიანიც, რომელიც თითქოს და გამოცდილია ესე იგი ცხოვრებაში, ხო, თუმცა მიუხედავად ამისა, მას ის მაინც დგას იმ საფრთხეების წინაშე, რომ ამა თუ იმ ბულერის მსხვერპლი გახდეს, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით მოქმედებს და მოძრაობს. ხო, ბულინგის თემა კიდე ცალკე პრობლემა არის. ბულინგი შეიძლება იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი. აი ჩვენ რომ მაგალითად ავიღოთ TikTok არხი, თუნდაც ან რაღაც Instagram-ი თუნდაც მოზარდებზე როგორი გავლენა აქვს. ტრენდები, ვიცით ძალიან კარგად, ტრენდებს ყვებიან ხოლმე ეს მოზარდები. ან თუნდაც აი ჩვენ რო ავსრულოთ ახლა ვიდეოს, ხედავთ დაახლოებით ერთი და იგივე შინაარს რაღაც ლაივები, საუბრები, ყველას თითქოს ერთ და იგივე ტერმინოლოგია აქვს. თუნდაც აი ელემენტარული ბილდსიტყვაობა რო ავიღოთ მოზარდებში, რატო წამოვიდა ასე ტენდენციურად მოზარდებში ეს სადაც გავივლით, ყველგან გვესმის, ხო, სამწუხაროდ. იმიტომ რომ ერთი ასკროლა გაიგო, მეორე ასკროლა იგივე გაიგო, მესამე ასკროლა იგივე გაიგო და მე ეს ნორმალიზდება. ნორმა ხდება ამათ, ანუ მათთვის ეს რაღაცა ისეთი უცხო და მიუღებელი არ არის, იმიტომ რომ ხედავენ 10 ვიდეო ასკროლა, 10-ვეში არის ბილდსიტყვაობა და ეს არის მათთვის ნორმა. ესეც ერთგვარი ნეგატიური ფორმა, რომელიც შეიძლება ნორმალიზდეს. დიახ. კი ბატონო, ნორმალიზდება უკვე ქცევაში გადმოდის. კი. შესაბამისად რა გამოდის, რომ ეს სოციალური ქსელები განაპირობებს ჩვენს ქცევას. შეისწავლის ქცევა თან განაპირობებს ჩვენს ქცევას. ამით მე ისინი იყენებენ რეკლამებში, როგორ შესთავაზონ რეკლამები, აკვირდებიან რამდენ ჩერდება ადამიანი ვიდეოზე, რა ტიპის ვიდეოზე ჩერდება, რა ტიპის ვიდეოს აიგნორებს. ამით გვმართავენ, გვთავაზობენ შერჩეული კონტენტის ვიდეოს, შერჩეულ კონტენტს, რითაც მართავენ ჩვენს ქცევას და ქცევას კი არა უკვე განწყობას და ცნობიერებას, რაც ყველაზე მთავარია. ხო, სოცპროპაგანდაც ამას ეფუძნება თავიდან ბოლომდე. კი ბატონო. ხო, საშიშია საბოლოო ჯამში მე არ ვიცი ამის პრევენცია როგორ შეიძლება მოხდეს, თუმცა სანამ საპრევენციო გზების განხილვაზე გადავალთ და შესაძლებელია ხო აქ ძალიან ისეთი ბევრი საკითხი შემოვიდგეს დღის წესრიგში, თუმცა მანამ მინდა ვისაუბროთ მართლა ეს მოზარდების თემაზე, როგორ უნდა გადაამოწმოს მოზარდმა ამა თუ იმ ინფორმაციის ვალიდურობა, როგორც შენ თქვი და როგორ უნდა გადაამოწმოს ის ამბავი, რომ ეს მერე მისთვის საზიანო არ იყოს, ხო? ანუ 1000 ინფორმაცია იდება ყოველდღიურად იმასთან დაკავშირებით, როგორ ხდება სოციალური ქსელებით ასე მოკლედ ახალგაზრდების დაბულინგება, ხო? ახალგაზრდების დაშანტაჟება, ხო? სხვადასხვა მიმართულებით, ხო, ეს იქნება რა ქვია, სქესობრივი ინტერესი, ვიღაცა მანიაკი თავის პროგრამას ამხორციელებს, ეს იქნება ფინანსური ინტერესით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა მოკლედ ამას ისა რა აქვს, რა ქვია, საზღვარი, თუმცა აი აქ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის, ასე ვთქვათ, დაბალანსება იმისთვის, რომ ახალგაზრდა ან მოზარდი ამ შემთხვევაში, ხო, მომზადებული იყოს სოციალური ქსელების გამოყენებისთვის, ხო? ანუ აქ რეალურად რაიმე სტანდარტი თუ არსებობს, ან რაიმე საზღვრები თუ არსებობს, რომლის იქითაც დაუშვათ მოზარდს არ შეუძლია შესვლა. სამწუხაროდ არ არსებობს და სამწუხაროდ მოზარდს არ შესწევს იმისი უნარი გაარჩიოს ტყუილი და მართალი, დაიცვას ეს ციფრული ჰიგიენა, გააკონტროლოს ემოციები.
აქედან გამომდინარე სასურველია რომ სკოლებში თუნდაც იგეგმებოდეს გარკვეული ტიპის შეხვედრები, სადაც იქნება განხილული აი ამ სოციალური ქსელის გამოყენების წესები, სადაც ასწავლიან მოზარდებს თუ როგორ უნდა დაიცვან თავი თუნდაც ბულინგისგან, თუნდაც არასასურველი SMS-ისგან და თუნდაც სქესობრივი ძალადობისგან. მშობლებსაც სამწუხაროდ არც ძალიან შვილებისთვის არ აქვთ ისეთი ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში და საბედნიეროდ ყოველთვის არა. ხშირ შემთხვევაში არ აქვთ იმის შესაძლებლობა მშობლებს რომ შვილებთან კონდეთ მჭიდრო კომუნიკაცია და მსგავსი თემები განიხილონ. ან კიდევ ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება ჩავთვალოთ ის რომ არსებობდეს რა შეიქმნას რამდენიმე კონტენტი, თუნდაც სახელმწიფოს მხარდაჭერით, თუნდაც რა ვიცი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, სადაც იქნება საუბარი იმაზე თუ როგორ შეიძლება მოზარდმა არიდოს თავი სოციალური ქსელის მიზეზით გამოწვეულ საფრთხეებს. ჯერჯერობით გავსი არაფერი არ არსებობს. აქტიურად უნდა იყოს ინტეგრირებული ამ კუთხით ინფორმირებულობა რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დრო მოიტანა. ხო. უკვე მოიტანა დრომ და გარდაუვალია ეს რომ არ შედიოდეს სასკოლო ცხოვრებაში ფიზიკურად შეუძლებელია. ვერ გადარჩებიან, იმიტომ რომ არ შეეცევთ მათ ფიზიკურად. სტატისტიკა საგანგაშო, ასე ვთქვათ, შედეგებს რამდენი ახალგაზრდა მოზარდი ზიანდება ეს არასწორი მოხმარებით, ხო, სოციალური ქსელების. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გარდა ამისა, მას ხო ფსიქიკური ნეგატიური შედეგები აქვს ასევე, ხო? ანუ პათოლოგიურ მოხმარება სოციალური ქსელების, ანუ სკროლვის რეჟიმს და ასე ვთქვათ, მასზე დამოკიდებულებას, ხო, ის ხო გავლენას, ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე და შესაბამისად, როცა ფსიქოლოგია დაზიანებული აქვს, მერე სხეულიც გიზიანდება და საბოლოო ჯამში შენი სოციალიზაცია ხდება რთული, ხო? ანუ ამ შემთხვევაში მოზარდებს საუბრობ, არა მარტო მოზარდს ემართება, ეს ყველას ემართება, თუმცა მოზარდი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით სენსიტიური ამბავია. არა? კი. რა დარღვევებთან შეიძლება გქონდეს ჩვენ საქმე, როცა ვსაუბრობთ სოციალური ქსელების პათოლოგიურ მოხმარებაზე? უამრავი ტიპის დარღვევასთან პირველ რიგში ადიქციური დამოკიდებულება, რაც შევადარე ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და ასარტყუთამაშს დამოკიდებულებას, აბსოლუტურად იგივეა. ზიანს რაც შეეხება ადანაკლები ზიანი მოაქვს, ახლა თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ ეხება ფსიქოლოგიურად ძალიან მავნეა და სავალალო შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ. აგრეთვე გავიხსენოთ თუნდაც ეს ლურჯი ვეშაპი, სამყაროში ცნობილი ფაქტი, რამაც უამრავი მოზარდი სიცოცხლე შეიწირა და არა მარტო ეგ, არამედ არსებობს უამრავი სხვადასხვა ტიპის ჯგუფები, სადაც თუ მათ არ მიემსგავსები გარიყულობის გაიძულებენ, რომ გარიყულობის შეგრძნება კონდეს, სოციუმისგან იზოლაციაში გამყოფებენ, რაც რა თქმა უნდა მერე სტრესულ გარემოებას იწვევს მოზარდში და დეპრესიული ფონით შეიძლება რომ განვითარდეს. თამარ, მე გამიგია სხვათა შორის მშობლებისგან, რომ ანუ ჩემი შვილი რაღაც უყურადღებოდ იქცევა, კონცენტრაციის პრობლემები აქვს, ძილის პრობლემები აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ სხვადასხვა დაავადებებისკენ არის მიდრეკილი და საბოლოო ჯამში რომ გამოუკლევია ეს საკითხი, ძირითადი მიზეზი ამის ყოფილა ბავშვის იზოლირებულობა, რომელიც თითქმის 100% დამოკიდებულია სოციალურ ქსელებზე. ეგ ნორმალური ურთიერთმიმართება ამ შემთხვევაში, ანუ ნორმალური ანალიზია იმისთვის, რომ ჩვენ დავადგინოთ, სად არის სინამდვილეში ამ დაზიანების თავი და თავი, რა? ძალიან საინტერესო საკითხი შეეხება, ბესო. მოდით ორ ნაწილად გავყოფ ახლა ამას. ძილი, რაც შეეხება ძილს, დავიწყებ უძილობის პრობლემებით, ხო? უძილობის პრობლემა მოზარდში უამრავი რამით შეიძლება იყოს გამოწვეული. და მათ შორის აი სოციალური ქსელიდან ან თუნდაც სხვა ინტერნეტ რაღაც საიტიდან თუ აპლიკაციიდან მიღებული ნეგატიური ინფორმაცია შეიძლება იყოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. თუმცა გარდა ამისა არის კიდევ უძილობის მიზეზი ის, რომ ტელეფონის ნათებას ჩვენი გონება აღიქვამს როგორც დღე, მაგალითად დღის ნათება, ხო? და რა ხდება ამ დროს ბიოლოგიურ დონეზე, ბიოლოგიური პროცესები რომ წარმოვიდგინოთ, მელატონინი არსებობს ესეთი ჰორმონი, რომელიც არის ძილის
ჰორმონი, რაც უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდ ჩაძინებას. ძილის პროცესს მშვიდს და როდესაც ეს ანათებს ადამიანს თვალში მოზარდსაც და დასრულსაც არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, მელატონინი არ გამოიყოფა, რაც აფერხებს ჩაძინების პროცესს, ახანგრძლივებს და თვითონ ძილის პროცესაც უყარგავს ხარისხს. ეს რაც შეეხება უძილობას. ეხლა ნახეთ დაძინებამდე რამდენი ხნით ადრე უნდა დავდოთ ტელეფონი, იმისთვის რომ კარგად როგორც კი დაწყებით საწოლში აუცილებლად ტელეფონი უნდა დადოთ რაც შეიძლება შორს. კი, რაც შეიძლება მოშორს. ანუ რო თქვით, ანუ ისევე როგორც ძილის წინ, ასევე ძილის შემდგომაც ჩვენ უნდა მოვერიდოთ ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელებთან ურთიერთობას, ხო? კი, როგორც დავიწყეთ. შეიძლება ითქვას. დიახ, როგორ დაიწყეთ კი? კი, საუბარი როგორც დავიწყეთ. კი ბატონო და მეორე იყო კიდე ძილი და რაღაც პრობლემები რომელიც მითხარით ხო განვითარებასთან დაკავშირებული და დასწავლის კონცენტრაცია ეგ ამბავი კი დასწავლის უნარის დაქვეითება ყურადღების კონცენტრაცია მეხსიერება ეს პრობლემები მოხშირდა სამწუხაროდ საზოგადოებაში იმოზარდებშიც და ზრდასრულებშიც მათ შორის იმიტომ რომ აი ეს მოკლე მეხსიერება აქტიურდება ტვინის როცა მოკლე ვიდეოებს ვუყურებთ ერთწუთიანი, წუთნახევრიანი, ორწუთიანი ვიდეოების ყურება ტვინისთვის არის მარტივად აღსაქმელი და კიდევ ერთხელ გამეორდები რაც წინაზე ვახსენე რომ ადამიანი მიდრეკილია ტვინის სიზარმაცისკენ და რაც შეიძლება მარტივ გამოსავალს ეძებს რაც შეიძლება მარტივად უნდა მიიღოს ის სიამოვნება ჰორმონები და რაც იწვევს ჩვენში დადებით ეფექტებს და ეს ხროლვისგან და მოკლე მეხსიერების აქტიურად მუშაობის გამო ხდება ისე რომ მათ უკვე იდგებათ მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი, დასწავლის უნარი და ასე შემდეგ განვითარებაც მათ შორის შეფერხებულია ხოლმე და ხშირად ჩამორჩებიან მათ ასაკობრივ ნორმას რაც უნდა იყოს. შეეხება მოზარდებს. დასრულებშიც თელრიკ პრობლემებს იწვევს ბუნებრივია იგივეს მეხსიერებასთან დაკავშირებულს, კონცენტრაციასთან დაკავშირებულს. დასრულებთან ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ანუ ცხოვრების ხარისხის გაუარესებასთან გვაქვს საქმე, შფოთვიანობისა და დეპრესიის მაღალი ხარისხის გამო ხო, რომელიც როგორც მოგესწრება დღეს აქტუალური პრობლემაა და მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ფსიქოლოგიურ დაავადებას ებრძვის. დაავადებებს ებრძვის, ხო, რომელიც არის დეპრესია და შფოთვა, რომლის რეგულაცია ინდივიდუალ ადამიანებს არ შეუძლია და მე ამგვარი მოკლედ მდგომარეობა, ამგვარი სტატუს-კვო, ხო, რომელსაც ადამიანი შეიძენა არაჯანსაღი ცხოვრებიდან გამომდინარე, ეს პირდაპირ უკავშირდება მე ისეთი დაავადებების რეაქტუალიზება შენს ორგანიზმში, რომელიც ამის რომ არა სოციალური ქსელები არასდროს არ დაგემართებოდა, ხო, რომელიც არის თავის მხრივ მაპროვოცირებელი შფოთვების და დეპრესიის, რომელიც არის პირდაპირ პროპორციული მე სხეულებრივი დაავადებებისა, ხო? ანუ ეს არის რეალურად ჯაჭვური რეაქცია, რომელთან მიმართებაშიც ფრთხილად უნდა ვიყოთ. დიახ, ზუსტად ასეა. როგორც სტატისტიკურად დადგინდა, ადამიანები სოციალურ ქსელს იყენებენ მაშინ, როდესაც მათ აქვთ ნეგატიური განწყობები, დეპრესიული ფონი, როცა უფრო მოწყენილები არიან და როცა უფრო ცუდად არიან. რადგან აი ეს დოფამინი სწორედ ფიქრობენ, რომ ამით ისინი აიმაღლებენ გუნება განწყობილებას, მაგრამ სამწუხაროდ ხდება პირიქით, რაც უფრო მეტად და რაც უფრო ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელებს, რაც უფრო ხშირად არიან ინტერნეტ სივრცეში, კიდევ და კიდევ უარესად შედიან ისინი აი ამ დეპრესიულ მდგომარეობაში და შფოთვით მდგომარეობაში. ანუ რეალურად ეს არ ემსახურება სიამოვნების მიღებას, ანუ ბუნებრივ პროცესს, რომელიც შენ უნდა მიიღო უფრო ბუნებრივი აქტივობებიდან, რა? რა თქმა უნდა, ბუნებრივი აქტივობებით, ფიზიკური დატვირთვით, სულთა ჰაერზე სუნთქვით, ზღვისპირას სეირნობით, თუნდაც ამ მთაში, ან მეგობრებთან უშუალო ურთიერთობით, ოჯახის წევრებთან უშუალო ურთიერთობით, რაც უნდა მიიღოს ადამიანმა, იმას მარტივად ღებულობს აგერ სოციალური ქსელით. ოღონდ ეს არ არის ხანგრძლივი ფორმი და უხარისხოს, ხო, უხარისხოს.
დიახ, ჩანაცვლებული ფორმი და საბოლოო ჯამში მივდივართ მოკლეა. უკვე დამძიმებულ მდგომარეობასთან, ხო? დიახ. მოკლე ვადიანი სიამოვნებაა, რასაც არ აქვს გრძელვადიანი ეფექტი, განსხვავებით იმ ურთიერთობებისა, რაც ზემოთ ვახსენე. ეს მოკლევადიანი სიამოვნება ძალიან ატაცებულია თანამედროვე საზოგადოების მიერ, ხო? ყველგან და ყველაფერში, ხო, არა მარტო სოციალურ ქსელებში, ნებისმიერ სხვა სეგმენტიდან. ატაცებული, ხო? ხო, მიდრეკილები არიან ადამიანები მოკლე სიამოვნებებისკენ, რაც თავის მხრივ პათოლოგია მგონია მე და ეს ბუნება არა. ესეთი ეგზისტენციალური შედეგი. ეს მიდრეკილება არის ჩვენი ტვინის ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ინსტინქტს ვერ დავარქმევ, მაგრამ მიდრეკილება არის თვითონ ბუნებრივი, მარტივი და მოკლე, მარტივად მიღებული სიამოვნებისადმი მიდრეკილება არის ბუნებრივი ტვინისთვის. მაგრამ აი ვინც აიძულოს თავი თვისი ცხონდესო, ხო გვიწერია ესე ჩვენ. სასწავლებელი ცათა იძულების. ხო, აი ზუსტად ეგ სიტუაცია არის აქაც, ანუ თავი უნდა აიძო, აი თუნდაც ავიღოთ ელემენტარული ვარჯიში, ხო? რა თქმა უნდა, ყველას გვეზარება ვარჯიში, ლოგინში წოლა გაცილებით უფრო საციამოვნოა ვიდრე ვარჯიშზე, მაგრამ რა ხდება ფიზიკური დატვირთვის დროს, აქტიურდება ორგანიზმში ენდორფინები, აქტიურდება მოკლედ ის დადებითი ჰორმონები დოფამინი თუნდაც რომელიც იწვევს კარგი გუნება განწყობილებას ჩვენს ორგანიზმში და მთელი დღე წარიმართება სასიამოვნო და მთელი დღე ბედნიერი განწყობა გაქვს სიხარულის განწყობა პოზიტიური განწყობა გაქვს მთელი დღის განმავლობაში აი ეს არის ან ცოტა თავს უნდა დავაძალოთ უნდა ვაიძულოთ თავს რომ რაღაცა გადავდოთ ეს ტელეფონი თუ ლეპტოპი გვერდით და გქონდეს უშუალო ურთიერთობები მეგობრებთან გავისე ცხოველი გავასეიდნოთ რაღაც დავიტვირთოთ თავი და ვივარჯიშოთ დავკავდეთ სხვადასხვა სპორტის სახეობებით, რაც იოგა თუნდაც ჩემთვის ძალიან აქტუალურია. ანუ ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი-კვება, კომუნიკაცია, რეალურად თუ ამას გააკეთებ, პრაქტიკულად დაზღვეული ხარ. იგივე ციფრული ჰიგიენა გამოვა მერე ეს. კი ბატონო. ხო, უნდა პრევენცია იმის. დიახ. კი. პრევენცია. რაც შეეხება თვითონ სოციალური ქსელის გამოყენებას და ანუ ამ თემას დავუბრუნდეთ ისევ ეს ბუნებრივია, ეხლა ვერ აუვალთ ამას და გვერდს ვერ აუქცევთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ და სოციალური ქსელების გარეშე ჩვენთვის წარმოუდგენელია ცხოვრება. მაგრამ უნდა ვაკონტროლოთ დოზა, რა დოზით და რა ინფორმაციას ვღებულობთ. რამდენად ნეგატიურ თუ პირიქით პოზიტიურ ინფორმაციას ვუსმენთ და ვხედავთ და ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები. აქ ისმის ახლა კითხვა, ნახეთ, ის განწყობა, რომელიც მე დამეუფლა, ის ქცევა, რომელიც მე განვახორციელე დღეს ამ სოციალური ქსელის, ну რაღაც კროლვის და ვიდეოების ნახვის შემდგომ, ვის აწყობს, ვის უნდა და რატო? მე მინდა ჩემთვის არის მე გამომადგება თუ ვიღაცა ამაში რაღაც სარგებელს ხედავს მაგალითად რეკლამისთვის იყენებს მაგალითად რაღაც პროპაგანდისთვის მიყენებს და ასე შემდეგ ძირითადად რეკლამაც და პოლიტიკური პროპაგანდას ორივე ერთი ფსიქოლოგიური ნაწილის ირგვლივ ტრიალებს ასე ვთქვათ რა ერთი პოლიტიკა ხო ბიზნესია დაეუფლონ ადამიანის გონების, ანუ ადამიანის ფსიქიკის იმ მომენტს, რომელიც რეალურად მე ამ ფსიქიკას მათზე გახდის დამოკიდებულებას. კი. შეისწავლონ ჩვენი ქცევა და მე მართონ ჩვენი ქცევა. დაგვალაიქებინონ, დაგვაწერინონ კომენტარი, გამოიწვიონ აღშფოთება, გამოიწვიონ გაბრაზება, რომ მე კომენტარი დავწეროთ. კომენტარს რო დაუწერ, ალგორითმი ისეთია, რომ შენს მეგობარს ნაცნობებსაც გამოუჩნდებათ ეს პოსტი, ისინიც რაღაცას დაწერენ, მე პასუხს დაგიწერენ, მე კიდევ უფრო ემოციაში ხარ და აი ასე მოქმედებენ ისინი ჩვენს შეგაძულონ მეორე მხარე, ხო? მინიმუმ შეგაძულოს მეორე მხარე, ანუ მართველი, ანუ ამ სოციალური ქსელის, ამ სოციალური გვერდის, მოდი ასე ვთქვათ, ადმინისტრატორი, იდეურად თუ კი იმას ფიქრობს, რომ კონკრეტულ საზოგადოება უნდა განეწყოს მეორე საზოგადოების მიმართ ნეგატიურად, ამის მუდმივი, ასე ვთქვათ, ამის მუდმივი აქტივაცია, ხო? რეალ შედეგადად გამოიწვევს იმას, რომ
კონკრეტული ასე ვთქვათ ადამიანთა ჯგუფი შეიძულებს მეორე ადამიანთა ჯგუფს და ამის გამოცდილება რა ვიცი სოფლიოშიც არსებობს და საქართველოშიც ეს ხელშესახებია ხო? ამიტომ ამ კუთხით ძალიან უამრავი გამოწვევაა და ეს რეალურად ფსიქიკის პრობლემა რა, რეალურად თუ სადმე პრობლემა დავანებულია, ეს პრობლემა დავანებულია ჩვენს ფსიქიკაში, ხო? ამიტომ ამის პრევენცია თვით დაკვირვების და თვით რეფლექსიის საფუძველზე თუ მოხდება, თორე მე არ ვიცი ამას სადმე თუ ასწავლიან იმ ხარისხით ან იმ დონით, როცა ადამიანმა უნდა მოახერხოს ამ ზეგავლენებიდან თავის დახსნა. არა, არცად არის სწავლება სამწუხაროდ, იმიტომ ვახსენე, რომ აი მოზარდები განან საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე და რაღაცა ზომების მიღება არის უკვე დროული, რომ აი სასკოლო პროცესში ჩაერთოს საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთოს ეს თემები, თუნდაც რაღაცა უბრალოდ შეხვედრების სახით, რაღაც პატარა მინი ტრენინგების სახით, თუნდაც ონლაინ შეხვედრების სახით, რომ მშობელსაც ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ დაიცვას თავისი შვილი ამ საფრთხეებისგან, თვითონაც მიიღოს იგივე ინფორმაცია და გამოიყენოს სასარგებლოდ და ამას უნდა ჰქონდეს მასობრივი და სისტემატიური ხასიათი, რომ ხშირად შეახსენოს ადამიანს და მოზარდებს მათ შორის, რომ ეს არის საფრთხის შემცველი, უნდა დაიცვა საკუთარი უსაფრთხოება, საკუთარი ფსიქიკა დაბინძურებისგან, ასე ვთქვათ. და უნდა აკონტროლო ეს ემოციები, რაც თითოეული კონტენტის ნახვის შემდეგ შეიძლება დაგეუფლოს. ხო, აკონტროლო რას იცავს, რომ აი ნამდვილად მინდა მე ეს ემოცია, ეს მინდოდა, ეხა ამ ვიდეოს რო უყურებდი, რისი მიღება მინდოდა და ვის უნდა ეს მემაწყობ თუ სხვას. ან თუ მივიღე ეს ემოცია მართლა ჩემი განწყობა, ჩემი დასკვნა ეს თუ მისი ზეგავლენის ამის დიფერენციაციის შესაძლებლობა თუ გაქვს, მაშინ წინ ხარ წასული, იმიტომ რომ შენ შეგიძლია რაღაცნაირად გაცრა ეს ინფორმაცია რა. და სხვათა შორის ეს არა მარტო ესე იგი მოზარდებს, არა ზრდასრულ ადამიანებსაც ეხება და ისინიც არიან, ასე ვთქვათ, და განსაკუთრებით ხანში შესული საზოგადოება განსაკუთრებით მოწყვლადია ამ კუთხით, ვინც ბოლო რამდენიმე წელია ტელეფონი აიღო ხელში და ასეთი საზოგადოება ჩვენ დღეს ყავს და მართლაც მოწყვლადია ეს საზოგადოება ხო ამ კუთხით, იმიტომ რომ ნებისმიერი ინფორმაცია მათთვის ავტორიტეტულია იმდენად რამდენადაც ეკრანიდან მოდის ეს ინფორმაცია და ესეც ზეგავლენის ერთ-ერთი წყაროა, ასე ვთქვათ. აი ახლა ძალიან საინტერესო თემა შეეხე ეს ხანში შესული ადამიანები. ეს ის კატეგორიაა, რომელთაც ძალიან უჭირთ გაარჩიონ რეალობა და ტყუილი ერთმანეთისგან. ნებისმიერი ვიდეო, აი რა ვიცი, გემი რო ხმელეთზე დაცურავს, ამასაც კი იჯერებენ, იმიტომ რომ ხედავენ ისინი ამას ეკრანზე და ეს გონიათ ავთენტური ვიდეო. სამდვილეში ვიცით, რომ ეს ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. ანუ ძალიან უჭირთ განასხვავონ. შესაბამისად ეს კიდევ უფრო სავალალო შედეგებს მოგცემს, თუნდაც პოლიტიკური კუთხით, იმიტომ რომ ამომრჩევლების დიდ ნაწილს წარმოადგენენ ისინი აქტიურ ნაწილს და ასეთი პროპაგანდისტული შექმნილი ვიდეოები შეიძლება გახდეს იმისი საწინდო გამომწვევი მიზეზი, რომ ამ ადამიანებმა გააკეთონ არასწორი არჩევანი. ხო, რეალურად უფრო მარტივად მოქმედებს, ხო? მარტივად, ხო, ეს მინდა. კი, პროპაგანდა სულ იყო, მაგრამ აი ხა რამდენად მარტივია ეს ამას მინდა ხაზი გავუსვა სწორედ. მაშინ ძველად ახლობთ 30 წლის უკან ერთი ეკრანიდან მოდიოდა პროპაგანდა და ეხლა რეალურად ყოველ ბიძზე შენ დევაისი ხვდება, საიდანაც ინფორმაციის ულევ მასალას იღებ და ამ მასალის კონტროლი აბსოლუტურად რთულია დღეს. ურთულესია. ანუ რეალურად ჩვენ რაღაც კლასიფიკაციას მივადექით, ხო? ანუ მოზარდებში ეს ზემოქმედების მოზარდებში სხვა საფრთხეების დასრულებში სხვა საფრთხე, ხანში შესულებში კიდევ უფრო სხვა საფრთხე. ნუ საბოლოოდ მაინც ის არის, რომ გინდ დასრული იყოს, გინდ მოზარდა, გინდ ხანში შესული სოციალური ქსელი მაინც და მაინც ადებით გავლენებს არ ახდენს. და ადამიანების მართლა ხო, ჩვენ ამ ადიქციის კონტროლი არ გვაქვს რა, არ ვიცით როგორ გავაკონტროლოთ თავი და როგორ არ გავხდეთ დამოკიდებული ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით და ვიყოთ ფრთხილები და თანმიმდევრულები, რაციონალურები, ხო? მივიღოთ ის ინფორმაცია, რაც რეალურად გვჭირდება და არა ის ნაგავი, რაც რეალურად მე გვიბინძურებს ჩვენ ცნობიერებას.
და აბინძურებს ზოგადად ეს ცნობიერება, მე ასეთი ადამიანები, ცნობიერება და მიძურებული ადამიანები ქმნიან დაბინძურებულ საზოგადოებას, ხო, რომელიც საზოგადოებაც მე საშიში ხდება. კი, ეს კიდევ ცალკე პრობლემა არის ნეგატიური ინფორმაციებით მიღებული ეს ემოციები, მე სადღაც ხომ უნდა წაიღოს ადამიანმა, ჩვენ არ გვიყვარს ამ ნეგატიური ინფორმაციის შენახვა. აი ნახეთ, როცა ვრცელდება, როგორ ვრცელდება უარყოფითი და დადებითი ამბავი, ხო? სტატისტიკურად ცნობილია, რომ უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება 25-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე დადებითი. და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ადამიანებს არ გვიყვარს ამ ნეგატიური შიგნით შენახვა. გვინდა რომ ამოვიღოთ, ვიღაცას გაუზიაროთ, რომ აი ეს ემოცია ჩვენში ცუდი ემოცია რაც გვაქვს, შეგვიმსუბუქდეს. შესაბამისად, ინტერნეტიდან, სოციალებიდან მიღებული ეს ნეგატიური ინფორმაცია დილიდან უკვე როცა ეს უხვად გვაქვს, ამის გადატანას ვცდილობ სხვა ადამიანებზე, გარშემომყოფებზე, ხო, ამ ნეგატიური ემოციის. და ეს აისახება ოჯახის წევრებზეც, მათ შორის თუ მცირეწლოვანი ბავშვები გვყავს ოჯახში, იმათ ზეთყდება ხოლმე ჯოხი ხშირ შემთხვევაში, თუნდაც სხვა ნებისმიერი ოჯახის წევრსაც შეიძლება ეს მოხდეს, რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი, ხო? ხო, ანუ ფრაგმენტული კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია პრაქტიკულად ადამიანის ცნობიერებას ამახინჯებს და ეს დამახინჯებული ცნობიერება მე აზიანებს იმ გარემოს, სადაც ეს ადამიანი არის, მათ შორის ოჯახი, უბანი, ქალაქი და საბოლოო ჯამში ქვეყანა ზიანდება ასეთი ამბებით მოკლედ. მე რა მაინტერესებს თამარა, აი კლასიფიკაციას ახან შევხედეთ ზოგადად ამ ზეგავლენების კუთხით თუა ისეთი კლასიფიკაცია, რომელიც გენდერს განასხვავებს, ანუ სხვანაირად ზემოქმედებს დაუშვათ ერთი კონკრეტული სოციალური ქსელი, დაუშვათ ინსტაგრამი ქალებზე და კაცებზე, ხო, დაუშვათ, ანუ რა თუ არსებობს ასეთი კლასიფიკაცია, ზოგადად სულ მაინტერესებდა ეს ამბავი. არა, მე ჩემი აზრით არა, მე არ მსმენია რომ რაღაც გენდერული ნიშნით იყოს რომელიმე სოციალური ქსელი დაყოფილი ან თქვა Facebook-ი კაცების და Instagram-ი ქალების გენდერული ნიშნით არა. თუმცა ასაკობრივი ნიშნით არის. ხო, ანუ მე რატო ვამბობ, იცი? ახლა წეღან შემხვდა ერთი კვლევა იმასთან დაკავშირებით, ანუ მაგალითად Instagram-იდან გამოწვეული ნეგატიური შედეგები გაცილებით უფრო მტკივნეულია ქალთა საზოგადოებისთვის, ვიდრე კაცებისთვის, იმდენად ქალები უფრო სენსიტიურები არიან ესთეტიკის მიმართ, რაღაცნაირად თვითშეფასების მიმართ, ემოციური მერყეობა ახასიათებთ მათ და ასე შემდეგ. ანუ მაგალითად Instagram-ზე მათი დამოკიდებულება იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეპრეზენტაცია მოახდინოთ, გაცილებით დიდია ესთეტიკური თვალსაზრისით, ხო, რაც მოხმარების ინტერესი აქვს, ხო, მოხმარების კუთხით, სადაც დაკლები ინტერესი აქვს დაუშვათ მამაკაცს, ხო, მამაკაცს დაუშვათ უფრო კარიერული რაღაცნაირად თვითდამკვიდრების და ესეთი სურვილები უფრო ამოზრეებს განსხვავებით დაუშვათ ეს ესთეტიკური განხორციელებისა, ხო, საკუთარი მიზნების აქ, ხო, მე ეს ვიგულისხმე, ანუ განსხვავება ამ კუთხით თუა. ანუ გავლენები მამაკაცებზე უფრო მეტი აქვს და ქალებზე უფრო ნაკლები, თუ პირიქით? რაღაცა კუთხით, აი, ნახეთ მაგალითად, აგერ მოვინიშნეთ, ან 70% მოკლედ ქალებისა უფრო მოწყვლადია Instagram-ზე, როგორც ამ კონკრეტულ სოციალურ ქსელზე, ვიდრე დაუშვათ მამაკაცები. მაგალითად, რომლის განხორციელების საშუალებას იძლევა Instagram-ი, დაგვადა ეს ფილტრებია მან და ტექნოლოგიური სხვა ტექნოლოგიური საშუალება ინტეგრირებულია ამ სოციალურ ქსელში, რომელიც ასე ვთქვათ, ალტერნატიულ რეალობაში აჩვენებს ადამიანს საკუთარ თავს. მაშინ როცა და ხო, და ეს კონკურენცია, ხო, ეს კონკურენცია მუდმივად დღის წესრიგშია. და ასეთ დროს თუ ჩემთვის ესე იგი გასაკვირი იყო ის ამბავი, რომ ასეთ დროს ქალები ემოციურად უფრო იტვირთებიან, ვიდრე ამ შემთხვევაში მამაკაცები და როცა თერაპიული მკურნალობა მიმდინარეობს, ძირითადი მიზეზად ჩამოყალიბებულია Instagram-ის ასეთი პათოლოგიური
გამოყენება, ხო, რაც ამ შემთხვევაში ნიშანდობლივია, ხო? მაშინ როცა კაცების შემთხვევაში ეს უფრო უკავშირდება რაღაც ისეთ კარიერულ წისვლაზე ორიენტირებულ ვიდეო რგოლებს, რომელი ვიდეო რგოლები უფრო მეტად დაუშვათ TikTok სოციალურ ქსელზეა, ვიდრე Instagram-ზე და ამ კუთხით, ხო, კაცებსაც აქვთ ეს გამოწვევა, ისინი იკეტებიან იზოლაციაში გადადიან და აქედან გამომდინარე მათ უჭირთ სოციალიზაცია, კარიერული და სოციალური განვითარების თვალსაზრისით რა. ამიტომ ეს რაღაც დიფერენციაცია მაინც თვალში საცემია ჩემი აზრითაც. მე უბრალოდ მაინტერესებს საქართველოში რა ვითარება ამ კუთხეს ზოგადად თუ ასე კლასიფიცირებული ამ შემთხვევაში რომელი სოციალური ქსელი რომელ გენდერზე ასე ვთქვათ ხო ბჭყალებში უფრო მეტზე გავლენას ახდენს ვიდრე დაუშვათ სხვა სოციალური ქსელი. მსგავსი ტიპის კვლევებს სიმართლე გითხრა არ გავცნობი ვარ, მაგრამ აი ხა როგორც ახსენე რა თქმა უნდა ესთეტიკის კუთხით ქალები უფრო აქტუალურად გამოიყენებენ და აი თუნდაც საწყისში რაც ვთქვი რომ ეს ფილტრების გამოყენება და რაღაც ლამაზად ესთეტიურად რაღაც ლამაზ გარემოში ფოტოების გადაღება და შემდეგ ამისი ტირაჟირება და ამისი ჩვენება სხვისთვის ეს უფრო ქალები მიმართავენ ხოლმე ამას ვიდრე კაცები ეს ეხა თუ დაფიქრდები ისედაც მარტივია ეს ნახო შეხვიდე Instagram-ზე და რო ვასქოლავ ნახო რამდენ გოგონას უდევს პოსტი და რამდენ მამაკაც მაგრამ როგორც ასეთი ეხა რასაც ამობ სტატისტიკურად მე არ მინახავს ეს კვლევა და არ გავცნობილ ვარ სიმართლე გითხრა შესაბამისად არ შემიძლია გაგიზია რომ ეს კვლევა შემიძლია გაგიზია რომ behavioral science ესეთი ორგანიზაცია, ვისაც გაკეთებული აქვს მსგავსი ტიპის კვლევა და ძალიან საინტერესოა კუთხით, ანუ ეგ სხვათა შორის აჩვენებს დამოკიდებულების ხარისხს, ხო? დამოკიდებულების ხარისხს და სხვათა შორის ესე იგი ქალთა საზოგადოების დიდი ნაწილი უარს ამბობს Instagram-ის მოხმარებაზე, იმიტომ რომ მათზე ამ შემთხვევაში ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ეს კონკრეტული სოციალური ქსელი რა. ამიტომ ეს ამ ქსელში თავისთავად ინტეგრირებულია ალტერნატიული რეალობის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც საკუთარ თავს გაკარგვინებს ადამიანს და აი შე რო თქვი პირველად ხო ეს Twitch შეფასების შენ საკუთარი Twitch შეფასების მომენტს აზიანებს. ხო, აქვე ითებს და ეს მუდმივი და მარადიული კონკურენცია ამ შემთხვევაში არასდროს არ თავდება და ანუ უკეთესი არასდროს არ დაერევდა. სხვა შორის ეს მეორე მხრივ ასე ვთქვათ, პირდაპირ კავშირში ასევე იზოლაციისა, ხო? იზოლაციური ცხოვრების წესისა, როცა შენ გიჭირს შენი რეალური სახის манифестация, რეალური ურთიერთობები, ხო? ანუ ცოცხალი ურთიერთობებთან უკვე პრობლემა გექნება, იმიტომ რომ შენ საზოგადოება გიცნობს და გეკონტაქტება მხოლოდ სოციალური ქსელებით. ანუ შენ ერთი რეალობას ქმნის შენ სოციალურ ქსელში, ამ კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით და რეალურად მეორე მხრივ ხარ ის ავთენტური ადამიანი, რომელიც ხარ და რომელიც პრაქტიკულად როგორც აღმოჩნდება ბოლოს საერთოდ არ გავს იმ ადამიანს, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ავლენდა საკუთარ თავს. კვლევას თუ გამიზიარებ ძალიან კარგი იქნება. კომპლექსებზე ვთქვი, ანუ სოციალური იზოლაცია და სოციოფობია შეიძლება გამოიწვიოს მაგან ახლა რაც ვთქვი. და ძალიან მოხშირებული, ანუ ადრე დეპრესიით კლასიფიცირდებოდა, დეპრესიის დიაგნოზით სახლში ჩაკეტვა, თუნდაც მოზარდების, თუნდაც დასრულების და ბანაობა რო არ უყნო, რაც ახასიათებს ერთი სიტყვით დეპრესიას, თუმცა თანამედროვე სამყაროში უკვე აი ამ კომპლექსით, თვითშეფასების და აქვეითებით და გაუცხოებით სოციალური იზოლაციით ყალიბდება ეს სოციოფობია და დეპრესიული სიმპტომები აქვს ადამიანებს და მოწყვეტილი არიან გარე სამყაროს. მარტო სოციალური ქსელით აქვთ ხოლმე კომუნიკაცია სხვებთან. ეს სამწუხაროდ ეს ამის ფონზე მე უჭირთ ცოცხალი ურთიერთობები, ხო, როცა სხვანაირად ხარ წარმოდგენილი სოციალურ ქსელში. კი. უჭირთ კი არა, არც აქვს საერთოდ. ეს რო არა აქვს, ეს გამოწეულია კონკრეტული შიშებით, ხო, იმისთვის რომ შენი ავთენტური სახე ვინმე არ დაინახოს, ისეთ როგორიც ჩვენ არ მოგწონს შენი თავი დაუშვათ, არა და ეს რეალური მითია. ანუ ჩვენ ავთენტურობით უფრო მნიშვნელოვანი ვართ ჩემი აზრით ადამიანები, ვიდრე ნებისმიერი ტიპის ინტერპრეტაციით, ხო, სადაც არ უნდა იყოს ეს, გინდა სოციალურ ქსელებში და გინდა სადმე სხვაგან. ამიტომ ეგ პრობლემა, იზოლაციის პრობლემა ალბათ დაკავშირებულია იმ შიშებთან, როცა შენი თავის რეპრეზენტაციის გეშინია ადამიანს, არა? ხო, შეში რამდენად არის ვერ გეტყვი, უფრო კომპლექსი. ანუ არ გინდა რომ გამოავლინო
არ გინდა რომ დაინახონ შენი სხვა მხარე და გინდა წარმოაჩინო შენი თავი ისეთი, როგორცაც ხედავენ მხოლოდ სოციალურ ქსელებში. ამის საშუალება სოციალური ქსელი მათ მარტივად აძლევს. რაც შეეხება ცოცხალ ურთიერთობაში, ისინი ვერ მალავენ მათ წარმოდგენაში ნაკლი, რაც აქვთ. რასაც ფიქრობენ, რომ აქვთ, თორე რეალურად ადამიანები ჩვენი ინდივიდუალიზმით გამოვირჩევით ერთმანეთისგან, ხო? ამის გაცნობიერება მათ არ აქვთ, რადგან ეს კომპლექსები აწუხებთ დაბალი თვითშეფასება და არ აჩენენ საკუთარ თავს საზოგადოებაში, რადგან არ უნდა საზოგადოებამ დაინახოს მათი სხვა სახე. ხო, ამ კუთხით ჩვენ რეალურად ერთმანეთისთვის რაღაცნაირად მაგალითები ვართ. ხშირ შემთხვევაში ცუდი მაგალითები, მაგალითად მშობელი შვილისთვის არის ცუდი მაგალითი, იმდენად რამდენადაც თვითონ არის დამოკიდებული სოციალურ ქსელებზე და შვილის მიმართ საყვედურის თქმა ცოტა არ იყოს უხერხული ხდება. კი. და არც მუშაობს საყვედური რო უთხრა შვილს აუკრძალო, გამორიცხულია მსგავსი მეთოდებით ბავშვი გადააჩვიო ტელეფონის გამოყენებას, ხო? რადგან ბავშვები არიან იმიტატორები, ბავშვები სწავლობენ უფროსებზე დაკვირვებით და როცა ისინი ხედავენ უფროს ხელში ტელეფონი უჭირავს, თვითონაც რა თქმა უნდა ტელეფონს იჭერენ ხელში. ეს აკრძალვა და არ მოკიდო და რეგლამენტი და შეზღუდვა არაფერი არ მუშაობს ყოველი დროის კარგვა ხუჭი. მაგალითის ძალა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. რა უნდა, კი ბატონო. ეხლა ჩვენ შეჯამებისგან წავიდეთ, აი რას ურჩევდი დაუშვათ ადამიანებს, რომელიც განიცდიან დამოკიდებულებას სოციალურ ქსელებზე დღესდღეობით. ხო, დამოკიდებულებას ცოტა ისეთი თემა არის, ანუ ეხლა მე რო დავიწყო აქ საუბარი, რომ დაიცავით, რომ ჩართეთ წამზომი, ეს არც ეს არ მუშაობს, ამიტომ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში იქნება ის, რომ გაახანგრძლიwon პირადი ურთიერთობები, უშუალო ურთიერთობები, გაახანგრძლიwon საკუთარ თავზე ზრუნვის აქტივობები, თუნდაც ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც წიგნი, ფილმი, მათ შორის სასიამოვნო ფილმის ყურება და რაც შეეხება გავლენის შემცირებას, რომ აი ნახეთ ჩვენ ცნობიერებაზე რომ სოციქსელიდან მიღებულმა ინფორმაციამ გავლენა არ მოახდინოს, ნებისმიერი ვიდეოს შეხვედრის დროს, ყურების დროს და გაჩერდი ერთი წამით და კითხე საკუთარ თავს. ეს მინდა მე თუ ვიღაცამ ძალით, ესე ვთქვათ, ყალებში შემომიგდო და განცდა, რომელიც დაგეუფლებათ ამ დროს და განწყობა. ეს ჩემი აზრია, ჩემი განწყობა, თუ ვიღაცის მიერ ნელ-ნელა ესე ვთქვათ, ნელ-ნელა მოწოდებული და ჩამოყალიბებული აზრი. ანუ მე მინდა თუ სხვას, აი ასე მოკლედ. ვიღაცას აწყობს, თუ მე ძალიან მესიჯია და მე მგონი კარგი ნოტაა იმისთვის რომ შევაჯამოთ და დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. მოკლედ თუ რამის დამატება არ გინდა, შეგვიძლია დავასრულოთ, იმიტომ რომ ზოგადად დიდი თემაა და ვფიქრობ რომ ამაზე საუბარი ერთი საათის პარკლებში შეუძლებელია, ან საათნახევრის ამაჩერდება კიდევ ერთი და კიდევ ბევრი შეხვედრა. კი, უსასრულო შეიძლება გავაგრძელოთ. ცალკე შეგვიძლია მოზარდებზე, ცალკე კიდევ სხვადასხვა მიმართულებით უფრო ჩაშლილად უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. კეთილი, თამარ, დიდი მადლობა რომ ჩამერთე, დიდი მადლობა რომ იყავი ჩემი პოდკასტის სტუმარი და ხო, დაგემშვიდობები შენ და დამემშვიდობები ჩვენს მაყურებელს. მომავალ შეხვედრამდე.